საქართველოს მოქალაქეების სანქცირებისთვის ბალტიის ქვეყნებს მადლობას უხდიან რადიკალურ ოპოზიციასთან დაახლოებული ორგანიზაციები. სახელისუფლებო გუნდისთვის ეს სანქციები უშედეგოა. მმართველი გუნდის შეფასებით სიაში საქართველოს ის მოქალაქეები მოხვდნენ, რომლებსაც ქვეყნის წინაშე არაერთი დამსახურება და საერთაშორისო აღიარება აქვთ. ევროპელი ბიუროკრატებისგან სანქციებით მუქარა ქართული ოცნების წარმომადგენლებს არ უყვირთ. აცხადებენ, რომ ხელისუფლებისთვის უპირველესი სუვერენიტეტის დაცვაა. ხედავთ თუ როგორ უსულები არიან საერთოდ რეალობას არიან მოსწავლეები ჩემთვის პირადად არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ის საქმე, რასაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა საქცია. ესე დავარქონდით და ასე რომ ხვალაღლებით იმას რომ ნამდვილად ვერაფერს ვერ დაგვაკლებენ, ამით ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას. ყველა იმ გადადგმულ ღირსეულნამის, რასაც ჩემ გუნდთან ერთად ვაკეთებ და ალბათ ეს არის თავარი მიზანი, რომ გავოროტდნენ და სხვა გზა არ დარჩენიათ. არც არის გასაკვირი, რომ ოპოზიციის მხარდაჭერები მსგავს SMS გაგზავნიან, იმიტომ რომ მათ გონიათ, რომ ჩვენ რამე გვაგდება ამით, დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ საქმეს, რაც ჩვენს მომავალ თაობას წაადგებოდა. ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილს ასანქცირებს უცხო ქვეყნის ჩინოვნიკი, ყოველთ უსაფუძვლოდ და საქართველოსდან კონკრეტული ახალგაზრდა ადამიანი ტაშისკვრით და მადლობებით ეგებება ამ საკითხს, რომელიც რა თქმა უნდა დამამცირებელია, ეს არის სხვას დაბლა დონეზე დაშვება ამ კონკრეტული პიროვნების და კარგად ნათლად გამოხატავს იმას, თუ მართლაც რას უშვება უცხოეთიდან მიღებული გადაწყვეტილებების აი ესე უპირობო აღსრულება რეალურად ადამიანს, ეს არის აგენტურის და აგენტობის ძალიან მძიმე ხვედრი.